ოპოზიციონის სახელით Facebook პოსტების, კომენტარებისა თუ ემოციების კონტროლის მისია პარტიამ სულხან თამაზაშვილს სანდო. უახლეს კვირებში ახალ სამმართველოს ახალი თანამშრომლებით შეავსებენ, რომელთა მთავარი საქმიანობა ადამიანების სოციალური ქსელების თვალიერება იქნება. რა რესურსი გამოიყოფა ამისთვის, ან რამდენი მოხელე დაკავდება ამ საქმით. უწყების ხელმძღვანელობას დღეს არ დაუკონკრეტებია. Მაგ გაიმიჯნება ერთმანეთისგან ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან, კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და არ გადადის წაქეზებაში, სიძულვილის ენის გამოხატვაში. ამ სამმართველოს მიზანს წარმოადგენს, რომ საზოგადოებაში იყოს, ასე ვთქვათ, ისეთი გარემო, როდესაც მშვიდ ვითარებაში ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება სხვადასხვა საკითხების განხილვა და არა ადამიანების პიროვნული თავდასხმა ერთმანეთზე, ერთმანეთის ღირსების შელახვა. რეპრესიებისა და ძალადობის გამო სანქცირებული დარახველიძე ირწმუნება, რომ შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის მისი უწყება ზღვარს ისე გაავლებს, ადამიანებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არ შეუზღუდავს. პოლარიზაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის ოცნების გეგმა საზოგადოებას დღეს მამუკა მდინარაძემ გააცნო. განმარტა, რომ სადავო პოსტებისა თუ კომენტარების ადრესატებს სასამართლოში დროის კარგვა თავად არ მოუწევთ და ამას მათ ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო გააკეთებს. ანუ გააკონტროლებს, შეაფასებს და სასჯელსაც მოითხოვს. არის თუ არა ეს რეპრესიებისა და განსხვავებული აზრის დევნის ახალი ეტაპი. დინარაძე იყო პირველი, ვინც სოციალური ქსელების მომხმარებლების დამშვიდებას სცადა ამ არგუმენტით. სპეკულაციების დროს ამავდროულად სივრცე რომ არ დარჩეს, სწორედ ამისი კონტროლის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა იქნება და ხელისუფლების ზოგადად, არა მხოლოდ ჩემი, რომ დავაწესოთ და დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაივლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებს თუ ამგვარი ბრჭყალებში, ამ შემთხვევაში უკვე ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის. კონტროლის პროცესი რამდენიმე კვირაში დაიწყება, თუმცა საკანონმდებლო ბაზა პარტიამ გაცილებით ადრე მოამზადა. ჯერ კიდევ გასული წლის ზამთარში, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა. აქამდეც Facebook პოსტებისა თუ კომენტარების გამო სამართალდამრღვევად არაერთი მოქალაქე გამოაცხადა. ძირითადად მოსამართლეებისა თუ ოცნების პოლიტიკოსებისთვის რუსის ან მონის დაძახების გამო. თუმცა ახლა ანონსებს, რომ სადამსჯელო ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება. შინაარსობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას აქამდე ისედაც აკეთებდა. და ეს დაანონსებული ცვლილებები ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ახლა იქნება სავარაუდოდ გამოყოფილი ერთი კონკრეტული უწყება, რაც კონკრეტული დეპარტამენტი, სამმართველო, რასახელსაც ისინი მას ამას დაარქმევენ და მათი ყოველდღიური ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიაზრებდეს სოციალურ ქსელს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების კონტროლი. ეს არის ფაქტობრივად ცენზურის მექანიზმის დაანონსება და შექმნა. იურისტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლა მხოლოდ საბაბია და ბიძინა ივანიშვილმა მისი მოწინააღმდეგეების დაშინებისა და დევნის ახალი ეტაპი დაიწყო. ამის დასტურია მათთვის ის გარემოებაც, რომ ოცნება აპირებს გეგმა შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე აღასრულოს, რაც შეურაცხყოფას მხოლოდ თანამდებობის მქონე პირებისა თუ საჯარო მოხელის მისამართით კრძალავს. 400,000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. გვინდა განსაზღვროს, ხო თუ რა კომუნიკაცია არის აგრესიული, რამდენად აგრესიულია, თუნდაც რამდენად რა შეიძლება ჩაითვალოს შუბლის გაღვივება, ხომ რა შეიძლება იყოს განხილული როგორც ღირსების შემლახავი ქმედება და ამ შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ მე ვფიქრობ არის ის საკითხი, რომელზეც სამართლის ორგანოებს უფრო მეტი თავისუფლება მიეცემათ იმისთვის, რომ გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ახალი მექანიზმები და კიდევ ხასოთრა ეს ხდება მაშინ, როდესაც არაეფექტური გამოძიება არის მათ შორის სიძულვით მოტივირებული დანაშაულის ქვეყანაში და სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს ასეთი სახის რიტორიკას, სიძულვილის ენის გამოყენებას წლების განმავლობაში. ბოლო
ბოლო 1 წელში მაღალჩინოსნებისა თუ მოსამართლეებისთვის მიძღვნილი Facebook პოსტებისა თუ კომენტარების გამო დამნაშავის სკამზე არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი აღმოჩნდა. ყველა ოცნების კრიტიკოსი და არც ერთი მხარდამჭერი. უკვე დასჯილები ახლა ამბობენ, რომ გაცილებით მასშტაბურ რეპრესიებს ელოდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ვერც ცემამ, გინებამ, მუქარამ, ოჯახის წევრების ტერორმა, ქუჩის პროტესტის აკრძალვამ რეჟიმს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა და ქვეყანაში კრიტიკული აზრი ვერ გააქრო. სკროლვის დეპარტამენტს ქმნიან ახლა იმისთვის, რომ მამუკა მდინარაძემ თავი კაცად იგრძნოს და რაღაც მნიშვნელოვან პერსონად იგრძნოს და მორიგი მცდელობა იქნება ცხადია იმისი, რომ ხალხი დააშინონ და არავინ არაფერი არ თქვას მათზე, რეალურად რასაც წარმოადგენენ. თუმცა ეს ხომ არ გახდის მათ უკეთეს, ან ეს ხომ არ მოაგვარებს ადამიანების პრობლემებს. საქართველოში, სადაც ქართული ოცნების და დიტო სამხარაძის დავალებით დაგვირეკეს, გვაგინეს, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ადამიანი არ დატოვეს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს მაგალითად დედაჩემს დაურეკეს და ორი მე დამყავს და ფიზიკური მოსპობით დაემუქრენ მარტო იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გვაქვს და იცოდნენ, რომ ქართული 2024 წელზე ვამბობ. ქართული ოცნების ხმისემას არ ვაპირებდით, გამოიყენეს ყველა ბერკეტი, რომ აი ფაქტობრივად ჩვენი ესე პირადი პოზიციის გამო შეურაცხყოფები, დარეკვები, შინებები, მუქარები, ეს ყველაფერი გამოიყენა, დიახ, ზუსტად ვიცით, რომ ეს ვინ ყავდათ და როგორ ყავდათ ჩართული თითოეულ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, შეუძლიათ, რომ ჯერ ისინი ამოქეკონ. ამ გეგმის შემთხვევაშიც მთავარი აღმასრულებელი რგოლი სასამართლო ხელისუფლება იქნება. სწორედ მოსამართლეებს მოუწევთ ხელი მოაწერონ Facebook პოსტების კომენტარებისა თუ რეაქციების გამომხატველი ემოციების გამო მოქალაქეების დაჯარიმებას ან პატიმრობას.